ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია მოყვარული მოლაშქრე სალომე შენგელაია. მოგესალმები სალომე. მოგესალმები ილია და მოხარული ვარ დღეს თქვენს ეთერში სტუმრობით. მეც ასევე მოხარული ვარ. სალომე, როგორც ვიცი, ძალიან ხშირად ხარ დაკავებული თანსვლელობით, ლაშქრობით. მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის შენი ერთგვარი ჰობი და გადაცემა. რაზე ისაუბრებ დღეს ჩვენს გადაცემაში, ჩვენს მსმენელებს რო უთხრათ? დღეს მინდა გადაცემის განმავლობაში მოკლედ ახსნა, როგორ შეიძლება დავგეგმოთ პატარა მოგზაურობა მთაში, რა შეიძლება გავითვალისწინოთ ლაშქრობის დროს და რა შეიძლება წავიღოთ ლაშქრობის განმავლობაში. შვენიერი. ასე თუ ისე, მე პირადად მაქვს რაღაც სახის გამოცდილება და თუ გამიზიარებ შენს რჩევებს სიამოვნებით მოვისმენ, როგორც მე, ასევე ჩვენი მსმენელები. რა უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში? დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, როდესაც ამას მეკითხებიან, ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მენტალურად მზად არის აი ამ თავგადასავლისათვის. და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ესე თუ ისე მზად ვიქნებით მენტალურად და არა მხოლოდ მენტალურად, რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც ვგრძნობთ, რომ მზად ვართ ამ ყველაფრის გასაკეთებლად, დავიწყოთ დაგეგმა. დაგეგმა ზოგადად დიდი პროცესია ხოლმე და ბევრ ეტაპს მოიცავს ხოლმე, არ არის ეს მარტივი ნაწილი, რომელიც შეიძლება ერთ საღამოს გავაკეთოთ ხოლმე. მნიშვნელოვანი ასპექტებისგან შედგება და შეიძლება დავიწყოთ ისეთი მარტივი ნაწილით, როგორც არის თქვა ადგილის არჩევა. მგონია რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც სანუკვარი ადგილი, სადაც უნდა რომ წავიდეს და ნახოს, მოინახულოს, იმიტომ რომ საქართველოში მაგალითად ძალიან ბევრი სანახაობა გვაქვს და ალბათ ყველა ადამიანის სასურველ სიაში არის რაღაც ადგილები, ხო? შესაბამისად უნდა ავირჩიოთ ხოლმე ეს ადგილი, რისი მონახულებაც გვინდა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ნახოთ და შემოვიკრიბოთ ის ადამიანების გუნდი, რომელთანაც გვინდა ჩვენი წასვლა. მნიშვნელოვანია რომ არა მხოლოდ ჩვენ ვიყოთ ამ ყველაფრისთვის მზად მენტალურად, არამედ ის ადამიანები, რომლებიც გამოყვებიან ჩვენ ლაშქრობაში და ჩვენი მეგზურები იქნებიან ამ დღეების განმავლობაში, მათაც ჰქონდეთ ის მენტალური მზაობა და სურვილი, რომ მართლაც წავიდნენ და ასე ვთქვათ, მოინახულონ მთა, რადგან ეს არ არის მარტივი პროცესი და დიდ მზაობას საჭიროებს ადამიანის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას გარდა უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე ისიც, თუ რამდენი ვართ ჯგუფში. ჩემი რჩევა იქნება, როდესაც გეგმავთ ლაშქრობას, 4 ადამიანი მაინც წავიდეთ ხოლმე სალაშქროდ, იმიტომ რომ 4 ადამიანი ყველაზე ოპტიმალური რაოდენობაა, როდესაც შეიძლება წავიდეთ სალაშქროდ. ასევე რჩევა იქნება, რომ დასაწყისისთვის მარტო არ ვიმოგზაუროთ და მარტო არ ვილაშქროთ და არც ძალიან დიდი ჯგუფები გამოვიყენოთ, იმიტომ რომ დიდი ჯგუფში ორიენტირება ზოგადად ძალიან რთულია ხოლმე. ამიტომაც რაღაც ეს ოპტიმალური ნაწილები გამოვიყენოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ სირთულე, რა სირთულის მარშრუტზე მივდივართ და შეგვიძლია თუ არა ფიზიკურად ამ სირთულის ატანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია იმ სირთულის მიხედვით და იმ ადგილის მიხედვით, რომელიც გვექნება არჩეული, უნდა ავარჩიოთ აღჭურვილობა, შევარჩიოთ და წავიღოთ ამის შესაბამისად, ხო? აღჭურვილობა ყოველთვის არის ხოლმე, ესე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი ნაწილი ლაშქრობის და გვაქვს, ესე ვთქვათ, ორ ნაწილად შეიძლება დავყავთ. აღჭურვილობა, რომელიც უშუალოდ სიარულის დროს შეიძლება დაგჭირდეს და აღჭურვილობა, რომელიც უშუალოდ დაბანაკების დროს დაგჭირდეს. ყურადღება განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ფეხსაცმელზე ხოლმე, ასეთ შემთხვევაში. ფეხსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ლაშქრობის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ დღის განმავლობაში დაახლოებით 8 საათი, 9 საათიც კი შეიძლება მოგიწიოთ სიარული და ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თავს კომფორტულად გრძნობდეთ. კომფორტზე სიარულის დროს გავნევას ასევე ახდენს თქვენი ჩანთა, რომელშიც სამ წონას ატარებთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ წონის ტარებაც თქვენთვის ასე თუ ისე კომფორტული იყოს და არ გირთულდებოდეთ ამის ტარება და განსაკუთრებით ჩანთა არ გირთულებდეთ ამ ყველაფერს, ხო? რა თქმა უნდა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ დაბანაკების დროს აღჭურვილობაც, საძილეტომაც და ქვეშ საგებიც. ეს არის აუცილებელი ნივთები, რომლებიც უნდა გქონდეს. ცხადია, ასევე დაგჭირდება საკვების შერჩევა. საქართველოში სამწუხაროდ შედარებით
ნაკლებია ხოლმე ამისი არჩევანი. მაგრამ მაინც არის პატარ-პატარა შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია გავითვალისწინოთ. აი, რა სახის საკვებს გვირჩევთ, რო წავიღოთ, მაგალითად 3 ან 4 დღიან სალაშქრო პირობებში? ძალიან კარგი კითხვა არის. პირველი, რასაც ვურჩევ აუცილებლად ყველას, ეს არის ენერგეტიკული მიქსების გაკეთება. ენერგეტიკული მიქსი შეიძლება გავაკეთოთ ისეთი მაღალკალორიული ნივთიერებებისგან და პროდუქტისგან, როგორიც არის თქვა კაკლეული, თხილეული, ჩირები, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ქიშმიში, კი ბატონო, ჩურჩხელად საკმაოდ მაღალკალორიული საკვები არის და ეს ძალიან კარგად შეიძლება გამოადგეს ჩვენს ორგანიზმს აქტიური მოძრაობის განმავლობაში. ამ ყველაფრის შერევა შეგვიძლია და პარკში ესე ვთქვათ ჩადება და ერთი ენერგეტიკული მიქსის გაკეთება, რაც ძალიან დაგვეხმარება უშუალოდ სიარულის დროს. წყალი ადამიანისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის და აი მაგალითად თუ არ ვიცით წინასწარ იმ გარემოში, სადაც მივდივართ, ანუ ხშირია წყლის ნახვის შემთხვევა ან საერთოდ არ არის, ამ შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ? აი, მაინტერესებს რაოდენობა წინასწარ როგორ უნდა გავთვალოთ? ძალიან კარგი კითხვა არის, ილია. ზოგადად საქართველოში წყლის ნაკლებობას ნაკლებად ვუჩივით ხოლმე. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მარშრუტებზე, როდესაც მივდივართ, წინასწარ ზოგადად შესაძლებელია ამ ყველაფრის გადამოწმება. ინტერნეტში მოიძიება ხოლმე წყაროები მარტივად იმის შესახებ, თუ სად არის კონკრეტულ მარშრუტზე წყლის აღების საშუალება, ამის გათვალისწინება შეგვიძლია, მაგრამ თუ ხვდებით, რომ მივდივართ წყალნაკრულ ადგილას, შეგვიძლია წინასწარ გავითვალისწინოთ ლიტრანახევარი 2 ლიტრი წყალი, ალბათ კარგი იქნება. ნუ რა თქმა უნდა, ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებსაც გააჩნია, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიმძიმესაც ვერ ვატარებთ ხოლმე, ამიტომაც სადღაც ლიტრანახევარი ალბათ ოპტიმალური რაოდენობაა წყლისა. სხვათა შორის ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში მაქვს ნანახი, ეს მიმართულება ძალიან მომწონს და სხვათა შორის ფილმებსაც ვუყურებ ლაშქრობის შესახებ. არის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ძალიან ისეთ გარემოშია, სადაც წყალი არ მოიპოვება და აქვს ძალიან მცირე რაოდენობის წყალი ბოთლში. და თურმე როგორ შეიძლება რომ წყურვილი დაიკმაყოფილო ისე რომ ის დარჩენილი წყლის რაოდენობა ერთიანად არ ამოწურვა. აი ბოთლს რო აქვს თავსახური, უნდა გაავსო, დალიო, ნუ უცებ წყლის წყურვილს არ მოგიკლავს, მაგრამ რო დაელოდები სადღაც 3-5 წუთი რაღაცა გაგაჯანსაღებს. კი, გაგაჯანსაღებს და იმ მოთხოვნილებას ასე თუ ისე შეგიმსუბუქებს და ასე შემდეგ. კი, მართალი ხარ. შეგვიძლია მეთოდების გამოყენება, რომ ერთდროულად დიდი რაოდენობის წყალი ერთიანად არ მივიღოთ ხოლმე. თუმცა გაგვიმართლა ქართველებს იმაში, რომ საქართველოს მარშრუტებზე ძირითადად ეგეთი პრობლემური ადგილები არ გვაქვს ხოლმე. დამწყებ მოლაშქრეებს პირველ რიგში ამასაც ვურჩევდი, რომ გარდა იმისა, რომ შეიძლება მარტივი მარშრუტებით დაიწყონ, ასევე უნდა დაიწყონ ისეთი მარშრუტებით, რომელშიც წყლის პრობლემა ნაკლებად ექნებათ. უბრალოდ გამოცდილების მისაღებად. მას შემდეგ, რაც გამოცდილება მოემატებათ, შეუძლიათ, რომ ეს ნაწილები ნახვან და გამოცადონ ესეთი სირთულეებიც. და ალბათ სასურველია, როდესაც დამწყები არის ადამიანი, ძალიან დიდ მანძილზე და ძალიან ისეთ საველე პირობებში არ დაგეგმოს მოგზაურობა და ლაშქრობა. აი, მაგალითად სასურველია, რომ ცოტა ახლომდებარე ტერიტორიები მოინახულოს, დაბანაკდეს, თუნდაც 1 ან 2 ღამით, რომ შეეჩვიოს რამდენად მისაღებია მისთვის ეს პირობები, რომ გააცნობიეროს ეს ყველაფერი, მოემზადოს და უკვე შემდეგ დაგეგმოს რამდენიმე დღიანი და გრძელვადიანი მარშრუტი. კი, აბსოლუტურად გეთანხმები, ილია. ზოგადად შესაძლებელია ვფიქრობდეთ, რომ რაღაც შეიძლება მოგვეწონოს ან გეგმაში ძალიან კარგად ჟღერდეს, თუმცა უშუალოდ განხორციელების დროს მივხვდეთ, რომ რაღაცა მაგალითად ჩვენთვის, ესე ვთქვათ, იმდენად სასიამოვნო პროცესი არ არის და ვიფიქროთ, რომ ამ პროცესს
ემოციის მიბრუნება აღარ გვინდა. ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, გვინდა თუ არა ამ საქმიანობას ასე ვთქვათ, შევეჭიდოთ და ამ სირთულეებსაც შევეჭიდოთ, დავიწყოთ პატარა ლაშქრობებიდან, დავიწყოთ ორდღიანი ლაშქრობებიდან, სადაც ვნახავთ უბრალოდ პირობები, რა პირობები არის ზოგადად, რა მდგომარეობაში და რა გარემო პირობებში გვიწევს სიარული და რა თქმა უნდა მენტალური ნაწილიც უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლებელია ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ უბრალოდ პრესში კარვის გაშლა და ღამის გათევა მათთვის ძალიან დიდ შფოთს იწვევს, ან შიშის გამომწვევი არის და ცხადია, ასეთ შემთხვევაში მათ შეიძლება არ მოუნდეთ ამ ყველაფრის ასე ვთქვათ გაგრძელება და ამ დისკომფორტში ყოფნა. ამიტომაც სრულიად გეთანხმები, რომ შესაძლებელია პატარა მარშრუტებიდან დავიწყოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანაკლებად ლამაზი ადგილების მონახულება შეგვიძლია. საქართველოში განმეორდები, რომ კიდევ გვაქვს იმის ფუფუნებაც, რომ ყველა კუთხე თითქმის ახსილი არის შესანიშნავი ადგილები, სადაც მარტივად და მალევე შეგვიძლია მივიდეთ და ეს ჩვენი გამოცდილებაც მივიღოთ ძალიან მარტივად. ადამიანი ზოგადად ძალიან განსხვავებული და სხვადასხვანაირი ინდივიდები არიან. აი მაგალითად მაინტერესებს, მე არასდროს არ მქონია სურვილი, რომ მარტო წავსულიყავი სადმე სალაშქროდ. აი რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის სწორი ადამიანი. როდესაც გეგმავთ მაგალითად 3 ან 4 დღიან ლაშქრობას. აი ალბათ არ უნდა იყოს ადამიანი წუწუნა, არ უნდა იღლებოდეს მარტივად, არ უნდა ქონდეს რაღაცა განსხვავებული და არარეალური მოთხოვნილებები იმ გარემო პირობებში. აი შენი გამოცდილებიდანაც რო გითხრა, თუ გქონია მსგავსი შემთხვევა, ან რა უნდა გავითვალისწინოთ, ეგეც მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება. ასევე ხო, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ განწყობას ძირითადად განსაზღვრავენ ხოლმე ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მოგზაურობთ და ვლაშქრობთ, ხო? ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში ის არის, რომ ადამიანებთან, რომლებთანაც წასვლა გვიწევს, ასევე გქონდეთ გაცნობიერებული სადმიდიან და არარეალური მოთხოვნები ამასთან დაკავშირებით არ გქონდეთ, ხო? მაგალითად, ვიცით, რომ იმდენად ესე ვთქვათ, ზედმიწევნით დაცული ჰიგიენური მდგომარეობები ვერ გვექნება, გარემო პირობებით შედარებით უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური მდგომარეობა. ამიტომაც პირველ რიგში ალბათ იმას ვიტყოდი, რომ ადამიანს უნდა გქონდეს გაცნობიერებული ის, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ არიან. შესაბამისად ეს ნაწილიც შეგვიძლია გავითვალისწინოთ. გარდა ამისა ვიტყოდი, რომ თუ მით უმეტეს 3-4 დღიან ლაშქრობაზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ ვინმე ისეთი შევარჩიოთ, ვისაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს. ესეც ძალიან კარგია დასაწყისისთვის, იმიტომ რომ ცოდნის გაზიარება მოხდება უშუალოდ პრაქტიკულად. ცხადია, უფრო პრაქტიკულად და ესეც ძალიან საინტერესოა. კიდევ ერთ რაღაცას გამოვყოფდი, ძალიან საინტერესოა, როდესაც გუნდში ყავს ადამიანი, რომელიც ბუნებას კარგად იცნობს. მაგალითად, ადგილობრივ ფლორას, ადგილობრივ ფაუნას, მათთან ერთად მოგზაურობა განსაკუთრებით უფრო სასიამოვნოა და მაგალითად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთ ადამიანებთან მილაშქრია, გაგვიკეთებია, არ ვიცი, ადგილობრივ ტყეში დაკრეფილი სოკოებისგან სუპი, რაღაც საჭმელი მოგვიმზადებია. ეს კიდევ უფრო მეტად ახალისებს აი ამ გამოცდილებას და ვიტყოდი, რომ ესეც ძალიან კარგი დადებითი ნაწილი არის ამ ადამიანების შენ გარშემო მყოფი ადამიანების. ამასაც თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ. ასევე მაინტერესებს, თუ გქონია შემთხვევა, აი კარგად არ იცნობ ადამიანს და დაგეგმე მასთან ერთად ლაშქრობა. მაგრამ იმ სიტუაციაში და იმ გარემო პირობებში აღმოჩნდა სულ სხვა ადამიანი და გაიცანე სულ სხვანაირად. აი მაგალითად ლაშქრობის პერიოდში თუ გაგჩენია იმის სურვილი, რომ აი ამ ადამიანთან ერთად რატომ წამოვედი, ან საერთო ინტერესები არ აქვს, აი როგორც ადამიანი განსხვავებული და ინდივიდუალური, აი თუ გქონია ეს სიტუაცია ან შემთხვევა. სხვათა შორის კი. აი აზრთა სხვადასხვაობა თუ გამომჟღავნებულა. ხო, იცი რა, მომხდარა ეგეთი შემთხვევა, მით უმეტეს, როდესაც ადამიანს კარგად არ იცნობ, ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვრო, როგორი იქნება.
კარგად აღნიშნე, რომ თავში შეიძლება ნაცნობი ადამიანიც სულ სხვა ხრით წარმოჩინდეს. ამიტომაც ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზირება ეს ადამიანები როგორები იქნებიან. მაგალითად, მქონია შემთხვევა, როდესაც ადამიანთან ყოფილა, რომელსაც თქვათ დაბალი ტემპით მოსიარული ადამიანის დალოდება არ სურდა და მარტო მიდიოდა ხოლმე განცალკევებით ჯგუფისაგან. ჩემთვის ყველაზე დიდი მინუსი არის, როდესაც ჯგუფთან განცალკევება გინდა და ესე ვთქვათ, მათ არ ელოდები და ამ ერთიანობის შეგრძნებას კარგავ. შესაბამისად, ასეთ ადამიანთან მე პირადად უბრალოდ აღარ ვისურვებდი, რომ ლაშქრობა და მეგეგმა შეიძლება მშვენიერი პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია და სხვა სიტუაციაში ცხადია მათთან კომუნიკაცია გავაგრძელო, თუმცა ვიცი რომ აი ამ სიტუაციაში რაღაც ერთსულოვნებას ვერ ინარჩუნებს და ამ გონდორობას ვერ ინარჩუნებს კი. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა ასევე უსაფრთხოების ნაწილიც, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ხო? უსაფრთხოების ნაწილში იმის თქმა შემიძლია, რომ პირველი რჩევა, რასაც ადამიანებს მივცემდი, ეს არის ის, რომ აუცილებლად დაუბაროს დედამიწის ზურგზე ვიღაც უნდა არსებობდეს, ვინც იცის სად მივდივართ და რამდენი ხნით მივდივართ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ რაღაცა გეგმის მიხედვით არ წავიდა და იმავ დროს, როდესაც დაგეგმილი გვაქვს ვეღარ ჩამოვედით, ამ ადამიანმა მოგვიკითხოს, თუ საჭირო გახდა ვინიცობა რაღაც შეგვემთხვა, ამ შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდეს და ჩვენთვის დახმარება გამოაგზავნოს. კი, აუცილებელიც კია ეგ. ხო, ეგ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მარტო მოგზაურები განსაკუთრებით ნაკლებად უბარებენ ხოლმე ვიღაცებს, აი სად მიდიან, რამდენი დღე იქნებიან გზაში, რაც მერე შეიძლება უბედური შემთხვევით დამთავრდეს და ამიტომ არ არის აუცილებელია ეს იყოს მშობელი, შეიძლება დაუბაროთ მეგობარს, შეიძლება დაუბაროთ ვინმე კარგ ნაცნობს, არ ვიცი, ადამიანებთან რომელთანაც უბრალოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვთვლი, რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე ვიტყოდი, რომ ისევ მენტალურ მზაობას დაუბრუნდები ადამიანის რა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ვლაშქრობთ და რაღაც მომენტში ვფიქრობთ, რომ ეს ადგილი ჩემთვის არ არის, ძალიან რთულია. აი ხლა მეც ვეღარ შევძლებ, უნდა გავუბრუნდე, ან უნდა გავჩერდე. ამ შემთხვევაში ჩემი პირველი რჩევა იქნება ის, რომ რაღაც პანიკას არ ავყვეთ და ეს რაღაც მთლიანობა შევინარჩუნოთ ჩვენი შინაგანად ეს მთლიანი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რაღაც ადგილამდე მივაღწიოთ, ბოლომდე ჩავამთავროთ ეს გზა, იმიტომ რომ არ არის პირობები მთაში იმის, რომ როდესაც დავიღლებით 2 წუთში უკან დავბრუნდეთ, ან ყოველ წუთს შევისვენოთ, ამიტომაც აი ძლიერები უნდა ვიყოთ და საკუთარი თავის მართვა მაქსიმალურად უნდა შეგვეძლოთ, როდესაც მთაში მივდივართ ხოლმე. ჩემთვის პირადად ძალიან დამღლელია ისეთ ადამიანთან ერთად ლაშქრობა, რომელსაც ყოველ 5 წუთში უნდა დასვენება. კი ბატონო. მარტივი არ არის ამის გაკეთება, იმიტომ რომ როდესაც გახურებული ხარ, უფრო მარტივად დადიხარ, მაგაში გეთახმები აბსოლუტურად და ყოველ 5 წუთში როცა ხდებით და მე ისე ხელახლა გვიწევს ამ პროცესის გავლა, განსაკუთრებით უფრო რთულია ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ამის ყველაზე დიდი წამალი არის ის, რომ ნელი ტემპით და სტაბილურად ვიაროთ. მაშინ, როდესაც ერთ ტემპს შევარჩევთ მთლიანი ჯგუფისთვის ასიარულოდ და არ გადავუხოთ ამ ტემპს და ხო, ანუ ვივლით სტაბილურად, შესაბამისად დაღლაც ნაკლები იქნება და დასვენების საჭიროებაც ნაკლები იქნება. ეს წინ გარბენა, სწრაფი სიარული, ზოგს უყვარს მართლაც სწრაფი სიარული და შეუძლია, თუმცა არ არის რეკომენდირებული. კარგი არის, როდესაც რაღაცა ერთიანი ტემპი გვაქვს ხოლმე. კი, გეთანხმები. ასევე საინტერესოა და მაინტერესებს ქონია თუ არა შემთხვევა აი ჯგუფის წევრის ცუდად გახდომის. აი მაგალითად ვერ შეეგუა იმ კლიმატს. ან მისთვის მისაღები წნევა არ იყო იმ კონკრეტულ ადგილას. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც მივდივართ სალაშქროდ, ეს ეხება მედიკამენტებს. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ესეთი სერიოზული პრობლემა საბედნიეროდ მე პირადად არ შევხვედრია ლაშქრობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
ძალიან დიდი ხანია რომ ვლაშქრობ. რაღაც პატარ-პატარა პრობლემები ჰქონიათ, მაგალითად, თქვათ თვალთან დაკავშირებით ძალიან ესეთი თავის ტკივილები და თვალის ტკივილი ყოფილა ესეთი შემთხვევა, მაგრამ ერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი სისტემა, როდესაც ერთად მივდივართ სადღაც. თუ ერთი ადამიანი თავს გრძნობს ცუდად და მართლაც ფიქრობს, რომ ფიზიკურად აღარ შეუძლია გაგრძელება, ყველამ ერთიანად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ერთიანად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ დავბრუნდეთ ამ ადამიანსაც, დავეხმაროთ უკან დაბრუნებაში. ხო, წამლებს რაც შეეხება, წამლებს ვიტყოდი, რომ მე პირადად წამლებს ვატარებ ხოლმე, მაგრამ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა წამალს წავიღებთ და ვისთვის წავიღებთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე მგონია, რომ თუ წამალს ვატარებთ, ყველა ადამიანმა თავისი ინდივიდუალური მედიკამენტები უნდა ატაროს და არ უნდა გავიზიაროთ ერთმანეთს ესეთი მარტივად მედიკამენტი. თუნდაც მაგალითად, როდესაც პირველად დახმარებაზე მივა საქმე, პირველადი დახმარების ყუთშიც კი თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ მედიკამენტს. ამას სწორედ ის მიზეზი აქვს, რომ შესაძლებელია ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვიზაც ინფორმაცია ნაკლებად გვაქვს, ქონდეს რაღაცა თუნდაც ალერგიული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხო, ალერგიული რეაქცია ამა თუ იმ წამალზე და შემდეგ იწევს, რომ ეს პასუხისმგებლობა ცხადია შენს თავზე აიღო. ამიტომაც მე პირადად ვთვლი, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ჯგუფის ნებისმიერ წევრს თავისი ინდივიდუალური წამალი ჰქონდეს. ან თუ რაღაცის გაზიარებას ვაპირებთ, ასეთ შემთხვევაში ინფორმირებული იყოს, რას იღებს, რას მივაწოდებთ და ასე შემდეგ. მე პირადად, ჩემი პირადი მოხმარებისთვის, რაც წამლები დამაქვს, ძირითადად ფუნქციურად ვიყენებ ხოლმე გულისრევის საწინააღმდეგო წამლებს, ეს აუცილებლად დამაქვს ხოლმე, იმიტომ რომ მთაში მაღალ სიმაღლეზე შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ გულისრევის შეგრძნება დაგვეუფლოს, შესაძლებელია მაგალითად ასევე გამოვიყენოთ მომნელებელი ფერმენტების წაღება, იმიტომ რომ ლაშქრობის დროს შეიძლება რაღაც არასასიამოვნო მიიღოს, ჩვენ ორგანიზმს არ მოეწონოს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეგ ნაწილებიც წავიდოთ, ხო? ან შეიძლება სადღაც რაღაცა მოუწყვეტოთ, თუნდაც ხილი და გვამოს იმი. რა თქმა უნდა, ცხადია. ასევე მაგალითად ტკივილგამოყუჩებლები არის ხოლმე, რომლებიც დამაქვს, იმიტომ რომ მარტივად შეიძლება თავი აქ ტკივდეს, აკბილი აქ ტკივდეს, ყოველ შემთხვევაში კარგია, როდესაც გვაქვს მარაგში. ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წამალი და მედიკამენტი, რომელსაც ვიყენებ ხოლმე, ეს არის ალერგიისათვის, იმიტომ რომ მე პირადად საკმაოდ ალერგიული მაქვს და ვარ და ამიტომაც მნიშვნელოვანია თან მქონდეს რაიმე სახის მედიკამენტი, რომელიც აი ამ ნაწილს მომიგვარებს, ხო? თქვათ შეიძლება ბალახზე გქონდეთ ალერგია, შეიძლება გქონდეთ ამ მტვერზე ალერგია, შესაძლებელია არ ვიცი ნებისმიერ რაიმეზე. ამიტომაც ალერგიისთვის განკუთვნილი წამლები შეგვიძლია წავიღოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველადი დახმარების ნაკრებიც გქონდეს ხოლმე ადგილზე. არ არის აუცილებელი, რომ თითოეულ ჯგუფს გქონდეს პირველადი დახმარების ნაკრები, თუმცა კარგია თუ ჯგუფიდან ერთს მაინც აქვს. პირველად დახმარების ნაკრებში ეს ნაკრებები ერთიანად იყიდება ხოლმე სრული აღჭურვით და ჩვენ დამატება არ გვიწევს ხოლმე და იმაზე ფიქრი არ გვიწევს ხოლმე, თუ რა შეიძლება წავიღოთ, რაც ძალიან დიდი ფუფუნება არის. მარტივად რო აგიხსნათ, აქ შეიძლება იყოს ბინტი, შეიძლება იყოს უბრალოდ წყალბადის ზეჟანგი იმისთვის, რომ დავიმუშავოთ ჭრილობა, სანტავიკები შეიძლება იყოს და ასევე ძალიან კარგი არის, თუ გვექნება ადგილზე სპეციალური გადასაფარებლები, რომელიც ჩვენს ტემპერატურას ინარჩუნებს იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მომენტში ძალიან შეგვცივდა და რაღაცა ექსტრემალურ მდგომარეობაში აღმოჩნდით ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, როცა გუნდი აპირებს წასვლას, ალბათ აუცილებელი პირობაც არის, რომ არ ვიფიქროთ ალბათ მხოლოდ საკუთარ თავზე. რაიმე სახის კომუნიკაცია გქონდეს, ვკითხოთ ერთმანეთს, აპირებ თუ არა რამის წამოღებას, გჭირდება თუ არა, ან შეიძლება ადამიანმა არც იფიქროს, რომ აი შეიძლება რაიმე სახის მედიკამენტი დამჭირდეს, ან შეიძლება ცუდად გავხდე. აი აუცილებელი არის ალბათ, რომ ერთმანეთს ეს თემა გავახსენოთ და ამის მნიშვნელობა დავანახოთ ერთმანეთს.
კი, გეთანხმები, მაგაშიც ილია. ეს ბოლო რამდენიმე წელი არის, რომ მეგობრებთან ერთად თუ ჯგუფში ვაპირებ ხოლმე სადღაც წავსვას, წინა რამდენიმე დღით ადრე ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ვგეგმავთ დღის კანრა შეიძლება რომ წავიღოთ. ერთიან გეგმას ვაყალიბებთ ხოლმე და სრულად სიმართლეს ამბობ, როდესაც ვამბობთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა არ გაქვს. გაქვს იმდენი ადამიანის პასუხისმგებლობა, რამდენი ადამიანიც მიდიხართ აი ამ ლაშქრობაზე. ამიტომაც ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და რა თქმა უნდა კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი ნაწილია როგორც დაგეგმვის დროს, ასევე უშუალოდ ლაშქრობის განმავლობაშიც, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას რაღაცა უჭირდეს და ვერი დახმარება ესაჭიროებოდეს. ამიტომაც ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ გავითვალისწინოთ. კი, ასევე უკვე იმ პროცესში ალბათ როლების განაწილებაც ძალიან აუცილებელია. აი წინასწარ უნდა ალბათ სასურველია რომ წინასწარ ვიცოდეთ ვის რისი გაკეთება შეუძლია, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი, სწორად გავინაწილოთ როლები, რომ მე რაიმე სახის დაძაბულობა ან გაუგებრობა არ იყოს. ნუ ამაზეც თუ წინასწარ ისაუბრებენ გუნდის წევრები ლაშქრობამდე ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგია, უკვე მზად იქნება ჯგუფი იმისთვის, რომ ძალიან მობილიზებული იქნება დაბანაკების დროს და რა თქმა უნდა სიარულის დროსაც ეს მობილიზაცია უკვე არსებობს ჯგუფში და ერთიანობის განცდას რა თქმა უნდა ეგეც ქმნის ხოლმე. შვენიერი არის, როდესაც ეს წინასწარ ვიცით, ვის რა შეუძლია, რა შესაძლებლობები აქვს და ამასთანავე მე პასუხისმგებლობებიც რა თქმა უნდა ნაწილდება ხოლმე. კი, ამ სიტუაციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა უსაფრთხოება. კი. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში? ხო, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით როგორც ვახსენეთ, არის მნიშვნელოვანი ის, რომ პირველ რიგში ყველა ვიღაცა მაინც იცოდეს სად მივდივართ და რამდენი ხნით ვაპირებთ წასვლას. ამაზე ვისაუბრეთ, კი ბატონო, აი ამ შემთხვევაში უსაფრთხოებაში გულისხმობ იმ გარემო პირობებს, აი მაგალითად დავინახეთ გარეული ცხოველი, როგორც არის მგელი ან დათვი. გასაგებია. ხო, ეგეთი შესაძლებლობა ეგეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს ჩვეულებრივ. მაგისგან დაზღვეულები ნამდვილად არ ვართ და მაგისთვისაც წინასწარ მზად უნდა ვიყოთ. თუმცა ხა მზადში არ გულისხმობ ის, რომ აბჯრით ვერ წავალთ და ისეთ რაღაცას ვერ გავაკეთებთ. თუმცა რა შეიძლება გავაკეთოთ? ვიცით რომ ცხოველებს ეშინიათ ცეცხლის. ცხოველებთან კომუნიკაცია დიდად არ მოსწონთ და გვერიდებიან. ადამიანთან კომუნიკაცია დიდად არ სურთ. ამიტომაც რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ ვიხმაუროთ, შევქმნათ ხმაური და ცხოველები მაქსიმალურად მოგვერიდებიან. მე პირადად არ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ველურ ცხოველს გადავუყროდი და მისგან გაქცევა მომწეოდა, მაგრამ არის რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ მაგალითად თუ დავინახავთ დათვი, არ უნდა გავიქცეთ, არ უნდა ავძვრეთ ხეზე ცხადია, იმიტომ რომ ამ ყველაფერს დათვის გაღიზიანება მოყვება და შეიძლება ჩვენზე სწრაფადაც დარბის, ჩვენზე კარგადაც ადის ხეზე, ამიტომაც ამას ვერ გავაკეთებთ. თავდაცვის მექანიზმი ისევ და ისევ ხმაური და დაშინება არის, რაც ძალიან ჩვეულებრივი ბუნების კანონი არის. მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ესეთი შემთხვევები ჩემ პრაქტიკაში საბედნიეროდ არ ყოფილა. სწორედ ალბათ იმიტომ, რომ აი ამ რაღაც ხმაურს ვქმნით ხოლმე ყოველთვის და ხმაურში არ იგულისხმება მაინც და მაინც რაღაც ძალიან დიდი ხმაურის შექმნა. შეიძლება იყოს საუბრები, შეიძლება იყოს უბრალოდ ღიღინი, როდესაც ბილიკზე მივდივართ, ძალიან მარტივია. შვენიერი, ძალიან საინტერესო თემები მიმოვიხილეთ. მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოსვლისთვის. გაიხარეთ, გისურვებთ წარმატებებს, საინტერესო შემეცნებით და მრავალფეროვან დღეებს მომავალში ლაშქრობის დაგეგმარებაში. მადლობა თქვენს ასევე. წარმატებები, სალამი.